კრისტიანო რონალდუს სპორტული მანქანა პირდაპირ იმ წყალსადევში ჩავარდა, ამიტომ მოვიტანე ჩემი გიგანტური მაგნიტი, რომ აქ მაგნიტით თევზაობა ჩავატარო. და ეხლა რაღაც დიდი და მძიმე ამოვიღე. მაგრამ არ ვიცი სიმართლეა თუ არა. მოდი ვნახოთ ვიდეო TikTok-დან. ჰეი, ნახეთ ბიჭებო, ნამდვილი კრისტიანო რონალდუს CR7 კლუბში ნახეს. ის ერთობოდა, მაგრამ შემდეგ საათს შეხედა, დრო შეზღუდული იყო. მან გადაწყვიტა გაექანა, რადგან ფეხბურთის მატჩზე აგვიანდებოდა. ხომასეა და ნამდვილი მწვანე ბუგატი შირონი ძალიან სწრაფად მოძრაობდა ამ ველუთხეში. და შეხედეთ, მანქანის გვერდზე წერია SIU და შემდეგ. ვაუ, ეს სიგიჟეა ბიჭებო. ეს ბუგატი შირონი წარმოუდგენელი სიჩქარით პირდაპირ იმ წყალსადევში ჩავარდა. ეხლა რაღაც ამეკიდა მაგნიტზე. მოდი ვცადოთ, ამოვიღოთ. ეხლა რონალდოს მთელი მანქანის ამოღებას ვაპირებ წყლიდან. უყურეთ, რაღაც მწვანეა. ღმერთო ჩემო, აქ წერია CR7-დან მწვანეა. ეს არის CR7-ის ნიშანი, როცა კრისტიანო ამბობს SIU. მაგრამ ბიკებო, ეს არაფერს კარგს არ ნიშნავს. მთელი ბუგატი, რომელიც CR7-ს აკუთვნის, ეხლა წყლის ქვეშა. უნდა გავაგრძელოთ სროლა, რომ კრისტიანოს დავეხმაროთ. მას ჩვენი დახმარება სჭირდება. უნდა ვიჩქაროთ. ბუგატი ძალიან ძვირადღირებული მანქანაა და CR7-ს მართ რა აქვს ასეთი. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ სროლა, რომ წყლიდან ამოვიყვანოთ. მიდი ახლავე. გზნობ რაღაცას. დიახ, შემიძლია მთელი მანქანა წყლიდან ამოვიყვანო. რონალდოს ბუგატიდან რაღაც ხმა გავიგონე. მაგრამ ეს რა არის ბიჭებო? ვაუ, რაღაც ამოდის წყლიდან. ის სეჭუჭკიანია. მაგრამ ღმერთო, ბიჭებო, ეს ბუგატის ნაწილია. დიახ, ზუსტად ასეა. ნახეთ, ეს ბუგატის ნიშანია. ეს მანქანის წინა ნაწილია. ეს კრისტიანო რონალდოს ბუგატია. ნაწილებად არის წეული და ისევ წყლის ქვეშა. ასე რომ ალბათ CR7-ს ჩვენი დახმარება სჭირდება. მაგრამ ეს რა არის? არა. ეს კრისტიანო რონალდოს უნიკალური ორიგინალი ფორმა. ეს ნიშნავს, რომ ის იმ ბუგატიში იყო. ბიჭებო, ჯერ კიდევ ვერ ვიგებ ეს მართალია თუ არა, მაგრამ თუ ეს არ არის ხალბი, კრისტიანო რონალდოს ჩვენი დახმარება სჭირდება. შეიძლება ის გარდაცვლილია. უნდა ვიჩქაროთ. უნდა გადავაგდოთ მაგნიტი, მაგრამ ჯერ მისი ფორმა მეცვას, რადგან რონალდოს დიდი გულშემატკივარი ვარ. დიახ, ამაზე ვოცნებობდი. ნამდვილი კრისტიანო რონალდოს ფორმა ცოტა დაზიანებულია, მაგრამ ვის აინტერესებს? ცოტა სველია, მაგრამ ვის აინტერესებს? მომეცი მაისური. შესანიშნავია. ნამდვილი CR7 ამ ფორმას ატარებდა, ასე რომ ძალიან ძლიერი და მაგარი ვარ, როგორც რონალდო. ხო, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი CR7-ის ფორმა მივიღე, მაგრამ ბიჭებო, ჯერ კიდევ უნდა დავეხმაროთ მას, რადგან სადღაც წყლის ქვეშა. გზნობ თითქოს რაღაც ძალიან მძიმე ავიღე. შეიძლება ეხლა მთელი მანქანა მაქვს დაჭეღილი. ხო, სადღაც იქ არის. ვიდეოებს თუ დაუჯერებთ, ბუგატი შირონი ძალიან სწრაფად ჩავარდა წყალში. გზნობ ამას, მაგრამ ბიჭებო, არ ამოდის. გონია, რომ ჩემი მაგნიტი გაიჭედა. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ კრისტიანო რონალდოს ბუგატი, ან თვითონ CR7 მჭირდება დახმარება, რომ ჩემი მაგნიტი წყლიდან ამოვიღო. წავიდეთ, გამოვიძახოთ პიკაპი. მოდი, აქ მოდი. ხო, ეს ჩემი ძალიან ძლიერი და ძალიან დიდი პიკაპია. და ეხლა თოქს პირდაპირ ქვემოთ და გავუღრი, რომ მთელი ბუგატი შირონი CR7-ის წყლიდან ამოვიყვანო. მოდი გავაკეთოთ ეს. მოდი. მათ უნდა იჩქარონ, რადგან მისი CR7 შეიძლება წყლის ქვეშ იყოს. კარგი, წავედით. მოდი. ჰო. თოკი მოძრაობს. შესანიშნავია. ახლავე ამოვიღებთ. ხედავ მას. ჰო, ის მოძრაობს. ხედავ მწვანე ბუგატის. ჰო, ეს ნამდვილი CR7-ის ბუგატია. ეს სიგიჟეა. ეს თელი სახურავია. კარგი, ქვემოთ დაუშვათ. კარგი საქმეა ბიჭებო, მაგრამ ჩვენ თელი მანქანა კი არა, მხოლოდ სახურავი გვაქვს. მაგრამ ბიჭებო, ზუსტად მწვანე ფერია. ზუსტად იგივე მწვანეა, როგორც კრისტიანო რონალდუს ბუგატი შირონი, რომელიც წყალში ჩავარდა და ეხლა ვიპოვეთ ის. მაგრამ ბიჭებო, ნამდვილია თუ ხალბი?
ჯერ კიდევ ვერ ვიგებ ამას. თითქმის მთლიანად ამოვიგეთ. კრისტიანო რონალდოს სპორტული მანქანა. დიახ, ზუსტად ის არის. და ეს ზუსტად ბუგატია და ძალიან ძვირია. მხოლოდ კრისტიანო რონალდუს შეუძლია ასეთი მანქანის ყიდვა. მოდით გავაგზავნოთ სროლა რომ გავიგოთ მართალია თუ არა და ამცამს რაღაცას გძნობ. კარგი? კარგი. რა შეიძლება იყოს ეს რამე? ჰეი, შეხედე ამას. რა არის ეს? რაც სკლიდან გამოდის? ღმერთო ჩემო, ნახე წერია ბურთი, ბორდო, საფრანგეთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა, რომელიც რეალურად ამტკიცებს, რომ ის იმ მანქანაში იყო. CR7-ს ასეთი 5 ან შეიძლება 7 აქვს. თუ ზუსტი რაოდენობა იცით, კომენტარებში დაწერეთ, მაგრამ ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ კრისტიანო რონალდო ჯერ კიდევ წყლის ქვეშაა. უნდა ვაგზავნოთ სროლა, თუ ეს ასე რეალურია. უნდა გადავარჩინოთ კრისტიანო რონალდო და მისი სპორტული მანქანა წყლის ქვეშ. რაღაცას ვუძნობ. არა ძალიან მძიმეას, მაგრამ რაღაცას, კარგი? ბიკებო, ეს ძალიან უცნაური შეგრძნება, მაგრამ რაღაც ავიღე, რაც რონალდოს უკავშირდება. ნახეთ, რაღაც ამოდის წყლიდან და სპორტული ჩანტას გავს. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, დიახ, ეს სპორტული ჩანტა. ქართულ ვიდეო, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ვნახეთ, CR7 კლუბში იყო, ხომ ასეა? მერე დააგვიანდა, ჩქარობდა. ასე რომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ CR7 დააგვიანდა თავის საფეხბურთო მატჩზე და თან ჰქონდა ფორმა. ეს მისი იღბლიანი საფეხბურთო ბუცებია. ისინი ძალიან ძვირია. მათზე წერია CR7 და კიდევ რაღაც იმალება იმ სპორტულ ჩანტაში. ეს გიგანტური სასტვენია. მოდი ვცადოთ და უსტვინოთ. ვაუ, ეს ძალიან მაგარია და სასიამოვნო. უკვე მაქვს კრისტიანო რონალდოს ფორმა. მოშ, რატომ არ უნდა ავიღო მისი ბუცები, რომ კრისტიანო რონალდოს ყველა ძალა მქონდეს, არა? დიახ, ზუსტად ჩემი ზომა. ასე რომ, შემიძლია ვიყოს საუკეთესო ფეხბურთელი CR7-ის ბუცებით და ფორმით. ვიქნები საუკეთესო ფეხბურთელი, როგორც კრისტიანო რონალდო. მაგრამ გონია რომ ეს არ მჭირდება. ჰეი, მოიცადე, ეს რაღაცას გავს. ვაუ, ნახე, აქ წერია რონალდო. ეს რონალდოს აიფონია, CR7. ღმერთო ჩემო, ეს ფეხბურთის კარებია და ეს რაღაც გატეხილ ბუცს გავს. ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ რატო დგას აქ? შეიძლება კრისტიანო რონალდო ვარჯიშობდა ფეხბურთის მატჩამდე დაახლოებით 6 ან 7 წუთი ჰქონდა სათამაშოდ, მაგრამ მოდი კიდევ ვიდეოები ვნახოთ, რომ გავიგოთ ეს. ასე რომ, ის დააგვიანდა. შემდეგ ვნახეთ, როგორ ჩავარდა მისი მანქანა პირდაპირ წყალში. მაგრამ კი, ჩავარდნამდე ფეხბურთს თამაშობდა. კი, მას ვარჯიში ჰქონდა. და ეს მისი თასია. ეს ის თასია, რომელიც ადრე ვნახეთ. ასე რომ, ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. მაგრამ ბიჭებო, ფიქრობთ რომ ეს რეალურია? კი, ის თამაშობს, ის ფეხბურთს თამაშობს და მეც მინდა იგივე გავაკეთო, როგორც ის. ასე რომ, ეს მართლა ძალიან გიჟურია. კრისტიანო რონალდო აქ იყო და თავისი ტელეფონი აქ დატოვა. ნეფიქრებ რომ ის ვარჯიშობდა იმ საფეხბურთო ბაზაზე ფეხბურთის მატჩამდე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია იყო ძლიერი და ძლევამოსილი, როგორც კრისტიანო რონალდო. და მეც მინდა ახლავე ვივარჯიშო ფეხბურთში. მოდი გავაკეთოთ ეს. მზად ვარ, კრისტიანოსავით ვიყო. კი, დიახ. ასე რომ, უნდა ჩამოვიდეთ. ჯერ კიდევ უნდა გვახსოვდეს, რომ თელი კრისტიანო რონალდოს ბუგატი წყლის ქვეშაა იქ. მოიცადე, ნახე, რადაც ვიპოვე. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ეს სპორტული მანქანის ბორბალია. და ნახეთ, აქაც ბუგატია. ბუგატის ნიშანი პირდაპირ აქა. ეს ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი ბორბალია კრისტიანო რონალდოს ბუგატიდან. მან ბორბალი დაკარგა წყალში ჩავარდნამდე. აი ამიტომ ვერ აკონტროლებდა მანქანას და წავიდა. ასე რომ, გავაგზავნოთ სროლა აქ, დავიბრუნოთ ჩემი მაგნიტი, ფიქრის დრო არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს დრო, რომ მაგნიტი წყალში ჩავაგდოთ კრისტიანო რონალდოს გადასარჩენად, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი, ეს მართალია თუ ყალბი, მაგრამ რაღაც ამეკიდა ჩემს მაგნიტზე. მოდით ვნახოთ, რა შეიძლება იყოს ეს. კიდევ ერთი მწვანე აღმოჩენა და აწერია
ღმერთო ჩემო, ეს არის მანქანის კარი, რომელიც წყლიდან ამოვიღეთ. უბრალოდ შეხედეთ ამას, ბიჭებო, ეს სიგიჟეა. ასე რომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთელი ბუგატი ნაწილებად იქცა და ახლა ისინი ძირშია გაბნეული. ეს ზუსტად ის კარია, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ვნახეთ. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, მართალია თუ არა. მაგრამ უნდა ვაგრძელოთ სროლა, რომ მეტი მინიშნება მივიღოთ და გავიგოთ. როგორც ჩანს, ისევ მთელი მანქანა ამოვიღე. ჩემი მაგნიტი მოცურდა. ან კიდევ კრისტიანო რონალდუს ბუგატის კიდევ ერთი ნაწილი მოხსენი. ხედავ რომ წყლიდან რაღაც მწვანე და წითელი ამოდის. მოიცადე ეს რა არის? ეს კიდევ ერთი ნაწილია ბუგატიდან და ზედ რაღაც წითელია. ეს სპოილერია ბიჭებო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ნებისმიერი სპორტული მანქანისთვის. ეს არის სპოილერი, რომელიც მანქანის უკანა მხარეს არის დამონტაჟებული და ისიც მწვანე ფერისაა, როგორც ბუგატის სხვა ნაწილები, რომლებიც ადრე ვნახეთ, მაგრამ ეს ჩანთა რა არის? ეს კრისტიანო რონალდოს კიდევ ერთი სპორტული ჩანთაა? მოდით ნახოთ რა არის შიგნით. აქ რამდენიმე ნივთი გვაქვს? სხვა ტიპის წინდა. ეს რა არის? გაიცადე ბიჭებო, ეს წინდა არ არის. ეს კრისტიანო რონალდოს სახის ნიღაბია. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილი კრისტიანო რონალდოა და მისი გულშემატკივრის ჯოხი. ღმერთო ჩემო, მოდი გავიკეთოთ, მოდი ვცადოთ. კარგია, მე ნამდვილი კრისტიანო რონალდოსავით ვარ. შემიძლია ფეხბურთი პროფესიონალივით ვითამაშო. მოიცადეთ ბიჭებო, თუ ეს ნამდვილი კრისტიანო რონალდოა, მაშინ რატომ სჭირდება მას თავისი ნიღაბი და გულშემატკივრის ჯოხი? ეს უფრო გასართობი ნივთებია. არა პროფესიონალი ფეხბურთელის ნივთები. ეს მაინც შეიძლება არ იყოს სიმართლე. შეიძლება ეს არ იყოს ნამდვილი ბუგატი, არამედ ყალბი. შეიძლება ეს არ იყოს ნამდვილი კრისტიანო რონალდო და ეს ფორმაც ნამდვილი არ არის. ყველაფერი შეიძლება ყალბი იყოს ბიჭებო. თქვენ რას ფიქრობთ? და სანამ ჩვენ საფეხბურთო გამოძიებას გავაგრძელებთ, უნდა ვნახოთ რა არის იქ. ნახეთ, ავარიის ადგილთან ახლოს რაღაც უცნაური ჩანს. ეს გავს ტრამპლის, რომ რაღაც წყალში გაუშვან. მაგრამ ნახეთ, თითქოს გატეხილია. ადრე უფრო ფართო იყო დიდი მანქანისთვის, მაგრამ ახლა გატეხილია. მაგრამ რაღაც საეჭვოა. მოდით აქ ბიჭებო, მოდით აქ. ეს გასაშვები ტრამპლინიც ნათელი მწვანე ფერისაა, ისევე როგორც ბუგატის ნაწილები, რომლებიც ადრე ვნახეთ. შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს ყველაფერი ყალბია. არც ნამდვილი ბუგატია, არც ნამდვილი კრისტიანო რონალდო, უბრალოდ რაღაც ყალბი გულშემატკივრის ნივთებია. არ ვიცი. მოდით აქედან ერთხელ ვისროლოთ, რომ გავიგოთ, გავაგრძელოთ ჩვენი გამოძიება, კარგი? მოდი. ასე რომ, შეიძლება სწორედ იქ კიდევ ერთი კვალი იყოს. მოდი. ხო, რაღაც დიდი. შეიძლება ისე ბუგატია. ან იქნება რა, მაგრამ ბუშტებს ხედავ, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა უნდა იყოს. რა არის ეს? ნახე, უცნაური რაღაც ამოდის წყლიდან, მაგრამ ეს კამერაა, რაღაც ჩაიწერა. და შეიძლება ეს კამერა დაკავშირებულია იმ ბუგატის შირონთან, რომელიც ადრე ვიპოვეთ. და შეიძლება ასევე დაკავშირებულია კრისტიანო რონალდოსთან. მოდი ვნახოთ. ასე რომ დავბრუნდით 7-ის ბუგატის ამ ნაწილებთან და სინამდვილეში ბიჭებო, მე კრისტიანო რონალდოს დიდი, ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ. ყოველთვის თან დამაქვს მისი თავი. რადგან მიყვარს კარ 7. და ბიჭებო, თუ ჯერ კიდევ უყურებთ ამ ვიდეოს, არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ და გამოიწეროთ არხი, თუ გსურთ მეტი თავგადასავალი მიიღოთ. მაგრამ ბიჭებო, ჩვენ თავად კრისტიანო რონალდო ვერ ვიპოვეთ. ასე რომ, მხოლოდ მისი ნივთები ვიპოვეთ, მხოლოდ მისი მანქანა, მაგრამ ნამდვილი კრისტიანო რონალდოს კვალი ვერ ვნახეთ. შეიძლება ამ კამერამ უპასუხოს ჩვენს კითხვებს. ეს ყველაფერი მართალი იყო თუ ყველაფერი? ეხლა მე და ჩემი მეგობარი CR7 მოდი ვუყუროთ ვიდეოს. მაგრამ აქ ეკრანი არ აქვს. ეს ძალიან ძველი კამერაა. ეკრანი არ აქვს. ვიდეოს ყურება ვერ შეგვიძლია, მაგრამ აუდიოს მოსმენა შეგვიძლია. მუშაობს. მოდი ჩავთოთ. მე კრისტიანო რონალდუს ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ. მოიცადე რა? არა, მე ვარ კრისტიანო რონალდუს ყველაზე დიდი გულშემატკივარი. ვინ ამბობს ამას? მოდი მოსმენა გავაგრძელოთ. მე ავართ მანქანას ზუსტად ისე როგორც კრისტიანოს აქვს და მასზე ტრიუკებს გავაკეთებ.
ის ამბობს, რომ ზუსტად ისეთი მანქანა აწყო, როგორიც კრისტიანო რონალდუს აქვს და აპირებს რაღაც ტრიუკი გააკეთოს. მოდი, მოსმენა გავაგზელოთ. ტრიუკი მის მანქანაზე აუცილებლად მიიფხრობს მის ყურადღებას. ის აპირებს ტრიუკის შესრულებას, რომ კრისტიანო რონალდუს ყურადღება მიიფროს. ის უბრალოდ გულშემატკივარია, არა ნამდვილი კრისტიანო რონალდუ. აბა შემდეგ რა მოხდება? კარგია, მუშაობს. ძრავი მუშაობს. ისე სწრაფია. მანქანა მიდის. არა. და მანქანა წყალში ჩავარდა. ეს სიგიჟეა. ეხლა ყველაფერი აიხსნება. ეს არ იყო ნამდვილი კრისტიანო რონალდუ. ეს უბრალოდ მისი ფანი იყო. და ეს არ არის ნამდვილი ბუგატი CR7-ისგან. ეს უბრალოდ ხალბია. ასე რომ ნამდვილი კრისტიანო რონალდუ კარგადაა. ასე რომ მეგობრებო, ჩვენ ბედნიერები ვართ. თუ გსურთ მეტი ესეთი კონტენტი, არ დაგავიცნეთ, გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ეს ვიდეო. რადგან ოცნება მაქვს, პოპულარული გავხდე. არა ისეთი პოპულარული, როგორიც კრისტიანო რონალდუა. მაგრამ სურს 5 მილიონი გამომწერი მყავდეს. ასე რომ გთხოვთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ. ჩემი სახელია სლავ. მადლობა ყურებისთვის. წავიდეთ და ვითამაშოთ ზერმუთი კრისტიანო.